მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 25 მაისია, მრისხანების დღე და მე მრისხანებ. თუნდაც იმიტომ რომ აი ჩემს სამზარეულოში ნატურა გადაიწვა და მე ვერ ვცვლი ამ უკანასკნელს. თუნდაც იმიტომ რომ ყავა გაცივდა და ვეღარ ვსვავ. ამიტომ ძირს სააკაშვილის დიქტატურა მრისხანების ტალღა წალეკავს მას. ძირს ძველუბანში ზოგიერთი კედელი ბაღდად-კით არის გადატიხრული და მეზობლებს ვაწუხებთ. მართლა ჯობია რომ სხვაგან ვიმრისხანო, მით უმეტეს მრისხანების დღის ადგილი შერჩეულია უკვე. წავედით. ხმალი არა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე მაინც აი ესეთი კაცის მჯერავს. ნუ დიდი ავტომატიანი კაცის, ვაშკაცის. იმიტომ რომ შანსი არ არის, რაც მან თქვა არ შეასრულოს, ამიტომ 25-ში დღეს, ანუ 12 საათზე ის ნამდვილად მოვაავლაბრის მეტროსთან 26 კომისრების მეტროდან ამოვა, ან სადმე გვერდიდან გაიჩიტება. სწორედ ამიტომ მე ჩემი ხმლით მივდივარ მრისხანების დღეზეავლაბრის მეტროსთან. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? შეკითხვა მაქვს ერთი, თუ შეიძლება კანონთან შესაბამისობაში არის მრისხანების დღე ხო არის დღეს? აი ამით სიარული კანონით შეიძლება? გზალავს კანონი ამით სიარულს? ყოველ შემთხვევაში ძვირფასო ტელემაყურებლებო, მინდა რომ კანონი არ დავარღვიო. აი ამით სიარულს გზალავს კანონი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესის სამსახურს. არა, აი თქვენ რომ არა მესმის გასაგებია, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ გკითხოთ. არ შეიძლება ამით სიარული, ან აკავებთ ადამიანს, ვინც ამით დადის? შეიძლება რა თქმა უნდა, ზივიერაში. ხო, მაგრამ 21 წლის რო ვარ, მეტის უბრალოდ. ანუ ეს არ არის. ეს ამით მრისხანების დღეს ვერ მოვაწყობ, ხო? დამაკავებთ. არა, არ მაწყობს ეგრე. კარგი, დიდი მადლობა. უკაცრავად დიდი ბოდიში სასიამოვნო იყო თქვენი გასნობა და ინფორმაციის მიღება. კარგად. აი, ჩაგვეშალა ამით მრისხანების დღე რა. ამით შეიძლება? ამით მე მგონი კი. ესა? ეს ხო შეიძლება? ესე ხო? ბატონო? ეგრე ხო? კარგი, დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, 11 საათი და 5 წუთია 55 წუთში აი აქ დაიწყება მრისხანების დღე. მოვა ეს კაცი და მთელი ქართველი ერი ამრისხანდება. ველოდებით, გაიარებით ჭუნა. ვკითხოთ აბა ხალხს რა განწყობა მრისხანების დღემდე, საათამდე და წუთამდე დარჩა 55 წუთი. გამარჯობათ, ქალბატონო. მრისხანების დღე რო იწყება, იცით? მრისხანების დღე. ამ კაცს იცნობთ? უნდა მოვიდეს ახლა 55 წუთში აქ. აბა არ მოდისო. რა ვიცი, მე არ ამგონია რომ გადათქვას რა. მრისხანების დღეა, მრისხანების. იმრისხანებთ ჩემთან ერთად? თქვენი სახელი? ლიანა. მე და ქალბატონი ლიანა, თუ მოვა ოქრუაშვილი ერთად ვიმრისხანებთ. აი ასე. მადლობა, დიდი მადლობა. თქვენ ეს პლანკი გაამაგრეთ მაშინ. კი, მე იქითა პლანკს ვამაგრებ და თქვენ აქეთ გაამაგრეთ პლანკი. მადლობა, დიდი მადლობა. გამარჯობა, ტაქსისტებო. მანქანები რო გადაწიოთ, არ გინდათ მრისხანების დღე დაიწყება 55 წუთში. პრობლემები არ შეგექმნეთ. ეს კაცი ჩამოდის, აი. მე მოვიდეს რა, ჩვენ. ხო, მაგრამ რაღაც ძალიან ბევრი ხალხი იქნება და. ჩვენც ვიქნებით. ეს ხო, ჩვენი რემბო რა. ვინ არის ეგრე? აბა ვინ არის? მე ჩვენც ვიქნებით აკა მე. იმრისხანებთ, ხო? მე რაღაც. აბა რა? ოქროაშვილი არ არის? ხო, აბა. ხო თქვა ჩამოვალ, მე მჯერა რომ ჩამოვალ რა. 12 საათზე აქ იქნება.ავლაბრის მოედანი არ არის ეგა? ხო და მაგას ვამობ რა, მანქანებს რამე არ მოუვიდეს თქო მაგას. რა უნდა მოვიდეს? რა ვიცი 1000 რაღაცა, უამრავი ხალხი მოვაწყდება აქ სამრისხანო. უთი თუ რემბოა ჩვენც რემბო ვართ კაცო. ზიგარი ხარ.
სულ ცოტა დრო რჩება მრისხანების დღემდე. რა არის მიშაკე? მიშა ვარ მე? არა. აი ეს კაცი ხო იცი? ო. ეს აი ეს კაცი. ეს აწყობს რამიშვილი ხარ. ო, მრისხანების დღეს აწყობს. ეხლა მალე დაიწყება მთელი ამბავი. ავლაბრის მოედანი არ არის ესა? მოვედი შეერაღებულინა ვიმრისხანო ძმაო. არ არის დრო რომ ვიმრისხანო? მოვა? როგორ ფიქრობ? რა ვიცი, მოვა თუ არ მოვა. მე ვიცი. საიდან უნდა მოვიდეს? მეტროთ შეიძლება მოვიდეს. მეტრო შეიძლება. ო რა? არა? პარიზი ავლაბარი არ არის მეტრო? ვირაბი იქნება? ხო, ამ შემაინც ხილად იყავი, აქ იქნები? ყველანი ჭახა ვარ და რა ვიცი. ხო, რა ვიცი, ველოდებით, ხო? მზადა ვართ. ვაი თითა. გამარჯობა. არის აქ ვინმე? მობრძანდით თუ შეიძლება? მრისხანების დღე რო არის, იცით აქა? მთელი ამბავია, არ იცით? არა უშავს, ეხა ბევრი კლიენტი გეყოლებათ. ავლაბრის დღეს არის? სერიოზული, მოდის ეს კაცი, აი. ხოჭო, ხო არ დაგინახავთ? არა. არა? ჰა? არა. ო, ნაყინი მომეც რა შეიძლება? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მრისხანებაა ჩემში და ცოტა უნდა გავგრილდე რა. ერთი ნაყინი? ერთი ნაყინი, ხო. გამრელოთ. მადლობთ. მრისხანების დღე. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? იცი. გრილდებით ხელა ძალიან. არ შეიძლება გადაღება? უი, უკაცრავად. არ ვიცოდი დიდი ბოდიში. ოქროაშვილი ხო არ დაგინახავთ? 12 საათზე აქ უნდა მოვიდეო და მოვა? თუ დაინახავთ, ეგრევე შემატყობინეთ რა. მრისხანების დღე. შეიძლება რამე შეიცვალოს არა. რა ველოდები მრისხანების დღეო და აი რა რას ბატონო? რა სისულელია რას ჩამოვაკია რა. მეტროდან უნდა ამოვიდეს ჩემი აზრით. კაი რა. ციდან არ ჩამოვიდა. გამარჯობა. მოვა ოქროაშვილი? მე რავი მოვა. და რავი მოვალო და რა ვიცი. ველოდები აი ძმაო. ხმალით ვიყავი პოლიციამ მითხრა ხმალი არ შეიძლებაო, ამით შეიძლებაო უკითხე. მრისხანება რა, მრისხანების დღე. რომ მოვიდეს ადნა წავიდეთ. გასა მოვა. გაიგი. რაღაც ჯარების მობილიზება შეიმჩნევა. სერიოზული. დავით უდღნე სულ დავით უდღნე. აქედან ხო შეიძლება ამოვიდეს ძვირფასოთელი მაყურებელი. ხანტანიდან. ეს კაცი იცით ვინ არის ბებია? ჰა? ვიცით რა, ვიცით. ვინ არის აბა? ეს ვინ არის? კარგანაძე. თარგამაძია ეს აბა რა, ყოჩა, მადლობ, დიდი მადლობა. მრისხანების დღე მოვედი. დღეს არის მრისხანების დღე გენწო ამას. ჯოხი საჩხუბად მოხვალე. ამ მრისხანების დღეა, ხო? წამივდივარ. გამარჯობა. დღეს ხო იცით მრისხანების დღე რო არის? ო, მთელი ამბავია. ამ კაცი ცნობთ? ოქრაშვილი. აბა? რაო? ოქრაშვილი. ხო, დღეს უნდა მოვიდეს, ეხა ძალიან მალე რა. მრისხანების დღის ამბავში. ზადა ხართ? ხო, გენათ. ჩვენ აქ ვართ. თქვენ აქ ახართ, სულ აქ ახართ, ხო? ნახოთ აბა. თქვენ ვინ ახართ? აკაურები, ხო? პენსიონერებია. სიმართლე. იციან. ხო იცი ქართული? აგერ ვიციო. როგორ არის? მრისხანება რას ხო არა? ჰა? რაო? რას ნიშნავს? მრისხანება იაროს. გული გაუჩქდებათ რომ ეგ ნახო? არა, იმას მიშას უნდა გაუს. ავლაბრელი არ არის მიშა? მიშა არის ავლაბრელი. ეხლა იქ ცხოვრობს. მიშა ცხოვრობს ავლაბარში. სააკაშვილი, ხო? ავლაბრელია. ცხოვრობს, უბრალოდ მოთავს და იქ. არა, იქ ცხოვრობს, არა, ეგრე არ არის. არა, ხო და იმას უნდა გაუხეთქოს გული. დაიკეთა ეს ბინა და რაღაცა, იქ ხარ ცხოვრობდა. არა, იქ აური არ იყო მართალი. თქვა რომ იქ ცხოვრობს. აი, ეხლა ხო ავლაბრელია რა. ეხლა შენ უბანში რომ გადმოვიდე. მე ნატურალური ავლაბრელი ვარ. იმიტომ რომ აი სამების გვერდზე დავიბადე. მესმი ძმაო, მაგრამ იქ სამებაში დაგზავნული. მომისმინე ძმაო, ეხლა მე რო გადმოვიდე, აი ავლაბრელია ნატურალური. აი ავლაბრელია ნატურალი. ანუ მიშა არ არის ავლაბრელი. ავლაბრელი. რა უბნელი არის მიშა?
ფრანცუზია მე რა ვიცი. ფრანცუზი აი ეს არის, აი. ამანდა გაჯინა შენ? არა. აბავი. ვანომერაბიშვილმა. მე ამათ უდგები კიდევ. ვინ უდგება კაცო მაგათ? რისხანების დღეა მთელი ამბავია. ვინ არის რამე მთელი ბილიცის უფროსი იყო რამე და გაანადგურა რამდენი ხალხი და რამე გააფუჭა რა. რა დროს ემიჩკა ქალბატონო რისხანების დღე არის. რისხანების დღე არის ქალბატონო. გამარჯობა როგორ ახარ? ამ კაცი ცნობ. ვაი! ხედავ რა ვქენი ბოდიში. გამარჯობა ბაბუა. რისხანების დღის ამბავში ხარ მოსული? აი მოსული ვარ, დავთან წალებ, იქნება კაპიტი ვიშო. მართლა? ო, სახში მივიტანე. ო, რო დაგეხმარო? ვენიან როგორ მეხმარ. ხო, მარა, აჰა. ხო, მარა. რისხანების დღის ამბავშიც საჭიროა, საინტერესოა. რა გჭირს, რა გიჭირს? ა? რა გიჭირს? აი, მუშაკ მინდა ისმეკა. ოჯახს ევეხმარ. როგორ ახართ? მონტანა? კაი მაისურია, არწივიანი. მონტანა? Yes. ძვირფასო ტელემაყურებლებო, უკვე 12 საათია. ირაკლი ოქრუაშვილი და რისხანების დღის ავტორები არსაიდან არ ჩანან. რა ვიცი რა ხდება? იქნებ სულაც გადაიდო, იქნებ სულაც აღარ ატარებენ. მოდით წავიდეთ იქ, სადაც ყველაზე კარგად იციან ეს ამბავი. ეხა ამათი ამბავი რო ვიცი ლია რო არის ესა პრეზიდენტის უფროსი ის გამოვა რისხანების დღეზე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, კონკურენტ ტელეკომპანიის კამერები რისხანების დღეზე ხართ მოსული? ამათი ვალი მაქვს, ხო 50 ლარი და $1 არა? ესე რო იციან დაბანა მომაგარია ეს. რისხანების დღე. გრეჩი ხაქ არის? აღარ მოვა ხო აქა? ნუ აი როგორც ყოველთვის ყველაზე დაბალ ღობეს გადაამტრევენ ხოლმე ჯოხს. რისხანების დღე. რისხანების დღე. რა გაცინებს? აი მე რა თქმა ვიცი. რა გაცინებს? რა გიხარია? რისხანების დღე. დავი. შენ დანახო გამიხარდა. ჩემი დანახო კი არა, რისხანების დღე როდის იქნება? დღეს არის. სად არის რისხანების დღე? მე მოვედი რომ მოგთხოვო რისხანების დღე. ჯესეთ გავუყეთ ტელევიზიებს კარგი. რისხანების დღე. სად არის რისხანების დღე? ლია. დღე იქნება. აი რა, ზეგ. როცა დრო ვიყავი 12 საათზე. რისხანების დღე სულ არის შალვა, ხალხის რისხანების. მოიცა ერთი წუთი არ გვინდა ეს ტექსტები 12 საათზე მე ვიყავი ალობრის მეტროსთან 15 წუთი ველოდე, არ მოვიდა ირაკლი. რისხანების დღე სად არის? მოვიტათ ჩემი რისხანების დღე. რა გაცინე? სასაცილოთა გაქვს საქმე? არა, პრინციპში სასაცილოთა გაქვს საქმე. სასაცილო საერთოდ ქართულ ხალხს არა აქვს. არ გვინა, არა, თქვენ გაქვთ სასაცილო საქმე. რისხანების დღე მოიტანე. ლიას რო ვთხოვ. ლიას რო ვთხოვ, რისხანების დღეს ხო მაგარია. კაი, აქ ხეირი არ არის დღეს გადაიდო, ხო? კაი. არა, მეგონა რომ მაინც მანევრი იყო, რომ საიდანღაც მოვიდოდა რა. არა მოვიდა. კაი. კი, ეგ როგორ არის? ცი იმისავით, ახალი წელი კი არ არის, როცა იცი როდის მოვა. ბედნიერებასავით არის. სიურპრიზი იქნება. კი. რისხანების დღე არის დღეს. პირველი საინფორმაცია. მოვწანდით ჩვენთან ხართ. По-русски? Да мы Суэрте или? გარეთ გამოგიშვი. Сегодня день гнева. Оно это как его отложили, по-моему. Ну да. Да? Поменялось. Поменялось, да. А как дела в ОРТ? Хорошо. На кассетах работаете или на чипах? Вот мы на чипах работаем. Мы тоже. Да, правильно, конечно. А русский след вы увидели здесь или нет? Все кричат про русский след и нету, да? Не, нету, по-моему. Нету, да? Вы с Украшвили хотите интервью брать? Или... А, его здесь нету, да, конечно. А с Гачичеладзе? Нет, С Гречихой? С кем? Как тебя зовут? Кирилл меня зовут. Меня зовут Шалва. Очень приятно. Да. Шалва Рамишвили. С господином Кицмаришвили. Кицмаришвили? Кицмаришвили. Да, А он здесь? пока нет. Он сейчас прибудет. Должен быть. Да. А вы с какого канала? Маэстро. Такой канал есть, знаете? Есть такой новый, канал? да.
Хорошо забытый старый. Вот я вот сейчас был на площади Аллабарской площади. Вот смотрел, наблюдал, у Курашвили может появиться, а там станция метро есть, может оттуда, или там фонтанчик. Да, ну с конспиративным, но он не появился. А как вот там у вас с цензурой? Тоже есть? На наших каналах тоже есть цензура? Да, у нас нету. Нету? Ну, конечно. Вот я всегда говорю, что в России телецензуры нет. Пальцы не перекрещены. У нас Пальцы не перекрещены. У нас цензура запрещена Конституцией. Правильно? Да, конечно. НТВ тоже так. Цензуры нету. Хорошо, вот мне бы сейчас в Россию, а? Как можно попасть? Как, вон прямой рейс же есть. Нету прямого Ну рейса. как, мы вчера прилетели прямой Это рейс. чартерный, наверное. Ну как, есть же, прилетели. Возьмите меня с собой. Поехали. Поехали. В субботу улетаем. Вербовка. Спасибо. Очень приятно. Очень приятно. Очень приятно. До свидания. Ძვირფასო ტელემაყურებელო, ხო დავიჭირეთ რუსეთის აგენტები, ხო დავიჭირეთ. Real TV. დაიჭირეთ რუსეთის აგენტები. ეგენი, ისინი კი არ არიან ჟურნალისტები. Вот тоже очень хороший канал Real TV. Совершенно новый. გამარჯობა. არა უშავს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოვედით საბავშვო ბაღში. გამარჯობათ, ადმინისტრაცია არის? მაღლა უნდა ავიდეთ? მადლობა, გენაცვალე, გაიხარე. თქვენ ხარ დირექტორი? ბატონო? დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. რა მაინტერესებს, მრისხანების დღე ხო იყო დღეს? მე ჩაიშალა, ველოდებოდი და ისეთი ბავშვები ყავთ, რომ აი ცუდად რო ჭამენ, რო ჭირვეულობენ. სურათი მოვიტანე, ძალიან საშიში კაცია ეს. კარგით რა. ხო და ვაჩვენოთ და დავემუქოთ, ჰა? ხეთოით ბავშვები რა შუაში არიან? თქვენ გეუნებით, კაცო? არ ღირს, ხო? არა, არა, პატარები არიან, დღეს ზეიმი აქვს, ამიტომ. არა, ვიცი ხო, ზოგადად არც არ შეიძლება, მე მგონი, ძალიან საშიში არა, კაცია. ნუ ახლა. ტირი. გამარჯობა. თქვენ ახართ ქალბატონო? შალვა რამიშვილი, როგორ ახ? კარგად. გამარჯობა. თქვენი სახელი? მე კლარა ხარ. ქალბატონო კლარა, დღეს ხო იცით მრისხანების დღე უნდა რომ უნდა ყოფილიყო და მთელი ამბავი რო იყო, ხო და? ხო და არ მოხდა რა, მიქ ვიყავი, არავინ არ მოვიდა და ირაკლის სურათი მაქვს ოქროაშვილის და გადაგდება მენანება და იქ რო დავამაგროთ და მთავრობის ხალხი მაგრა ესვრის. თავრობის ხალხი და ეს გზაცა. ნუ არ უყვართ ეს კაცი მთავრობის ხალხს და დავამაგროთ აგერე იმას არ ჯობია რა ქვია ლომს და იმას დავამაგროთ და კაცო რა თვითონ ის გადის ხომ თან არ უნდა იკათა ახალ საერთო რომ მქონდეს. არა არც თქვენ არ გინდათ ხო? ვაიმე მიშას რა დაემართა? შეხედე რა დაწვრილებულია? არა გავიგე მაგრამ ამას რა დაემართა? რო ვისროლო შეიძლება? კი ბატონო როგორ გაიგე? აბა მოდით აბა თუ გავარტყავ. კი ბატონო ეხლა. ეს მე მაინც რომ დავიმაგროთ შეიძლება? არა. არა, ნუ აი ხო ხედავთ არა თვითონ და აი აგერესის ზადის. აბა გამოიწიე? კი ბატონო. ეს რო გავარტყა, ჩამოვარდება, ხო? კი ბატონო. მალადეც. მალადეც. მეტი აღარ აღარ ძვირფას ტელემაყურებლებო. გამარჯობა კი არა და. არი? სასაცილო უნდა გადაიღოთ? აბა, სიცილის ოთახში მეტი რა უნდა გადავიღო და. აი, ეს კაცი იცით ვინ არის? მე ხო იცით? ხო და მაინტერესებს როგორ შეიცვლება, აბა? ყველაზე მაგარი სარკე რომელია? ყველაზე სასაცილო. ძალიან გაბერილის და ის შესაძლოა. გაბერილი არ მაწყობს. აბა, ისეც რაღაც იბერება ხოლმე ხანდახან. რაღაც სუსტი? ხო, არა, სუსტიც არ, ძლიერი? ძლიერი? განიერი. ო, აბა, განიერი, ხო. აუ, ნახე. ხედავ ძვირფას ტელემაყურებლებო. აა, მიშა მოვდივარ, ნუ ეს არის ძახით რომ მიშა მოვდივარ. მრისხანების დღე. შალვა, როგორ ახარ? უზი იცის ახლა? ხო და მომისმინე, ეს კასაგებია და სურათი რომ მოგცე რომ დააფრთხო ბუზები არ გინდა? ჰა? ვერ ვაგდებ, გაიგე? ვერ ვაგდებ, მომისმინე და არ გინდა? ჩამოვიდე, მან ჩამოვიდე. ხო,
ბუზებს მაინც დააფრთხობს რა. აი ახლა უჩოქზე ჩამოვიდე. არ გინდა? არა, ნუ არავის არ უნდა რა. იმას თავისი აქვს ბევრი, თავისი ყავს ეგეთები. ასაკი, ესე კი არა. ასაკებია. ასე და ამრიგად დამთავრდა მრისხანების დღე, დამთავრდა მრისხანების დღე რითი და არაფრით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნუ დამჩა ირაკლის ეს სურათი. გადასაგდებად მენანება და არ ვიცი რა უყო. ვიცი. როგორც იტყვიან, ჩემ ჩორტნი შუცით შეიძლება გამომადგეს და მოდი რა. შევინახავ. უკეთესი მომავლის იმედით. ძვირფასო ტელემაყურებლობა ეს იყო აკრედიტაციის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით ორშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. საღამოს 10 საათსა და 30 წუთზე. კარგად ბრძანდებოდით.